ვაზისა და ღვინის შესახებ მიღებული ახალი კანონი და ქართული ღვინის მაღალი ხარისხი მიმდინარე წლიდან ხელისუფლების გადაწყვეტილებით განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ხარისხიან ღვინოზე. სიახლის მიხედვით ყურადღება გამახვილდება ყურძენში შაქრიანობის დონესა და დამზადების ტექნოლოგიაზე. ახალ კანონს მიესალმებიან მეწარმეები, რომლებიც ღვინოს საექსპორტოდ ამზადებენ. დღეს საკმაოდ დიდი კონკურენციაა საერთაშორისო ღვინის ბაზარზე და ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ღვინის წარმოება. და განსაკუთრებით, როცა ხარ ისეთი ქვეყნიდან, რომლის ღვინოსაც ჯერჯერობით ბევრი ქვეყანა სათანადოდ არ ცნობს, არ აქვს ინფორმაცია. სწორედ ასეთი მაღალი ხარისხის ღვინოების დასაყენებლად ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ყურძენი. ხარისხიანი ყურძნის გარეშე ხარისხიანი ღვინის მიღება შეუძლებელია, განსაკუთრებით, როცა ამზადებ ქვევრში ტრადიციულ ღვინოს, იქ სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანია არც ერთი მარცვალი არ უნდა იყოს, ან კვახე, ან დაზიანებული, ან რაღაცა სოკოვანი დაავადებებით ინფიცირებული. უნდა იყოს ბოლომდე საღი და ჯამრთელი, ბოლომდე მომწიფებული ყურძენი, რომ მივიღოთ ხარისხიანი ღვინო და სწორედ ასეთი ხარისხიანი ყურძნის გადამუშავებით მიიღება კარგი ღვინო. ჩვენთვის ხარისხი ცოტა გაცვეთილი სიტყვაა უკვე, მაგრამ მართლა უპირველესია და ხარისხის ზრუნვა ვენახიდან იწყება, იმიტომ რომ განსაკუთრებით ნატურალურ ღვინოში ხარისხიანი ყურძნის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია ნორმალური ღვინო მიიღო. ამიტომ ხარისხის ზრუნვა რა თქმა უნდა ვენახიდან ვიწყებთ, ჩვენთან ჩვენი ტიპის მეღვინეობებში არ არის რაღაცა წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის მოსავალი, პირიქით ძალიან მწირია, მაგრამ ძალიან ხარისხიანი. და ვცდილობთ, რომ დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ფილოსოფია, რასაც ქვია ნატურალური ღვინო, ეკოლოგიურად სუფთა გარემო შევინარჩუნოთ, ბიომრავალფეროვნება შევუწყოთ ხელი და უკვე აი მე-11 წელია, რაც ვენახებს ორგანული წესით უვლით და უკვე გადავედით იმ რელსებზე, რომ ვენახებს გვაძლევს საშუალებას, რომ ის ხარისხი და შევინარჩუნოთ ღვინოში, რასაც ამდენ ხანს გვინდოდა რომ მიგვეხსნა.